მათგანი არსებობს. ეს არის ერთიანი მასალა. სიტუაცია არის შემდეგში. აი აქ გარშემო კორპუსების მაცხოვრებლები და ეს არის 300 ოჯახი ითხოვს, რომ ამ ტერიტორიას მიენიჭოს სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაზეც ამ წლის დასაწყისში მერიაში შესაბამისი საბჭოსაგან მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება. ოღონდ სრულიად გაურკვეველი მიზეზით რამდენიმე თვეში აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი ისევ მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გასხვისდა. უпростоრად გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, იმიტომ რომ შემდგომში ეს გადაეცეს კერძო მესაკუთრეს. 7 კორპუსის მაცხოვრებელმა 300-ზე მეტმა ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ გამოგვეცხადებინა სარეკრეაციო ზონად, რისთვისაც მივმართეთ მერიის შესაბამის სამსახურს და მერიის შესაბამისმა სამსახურმა გაითვალისწინა ეს ხალხის სურვილი და მოგცა დამაკმაყოფილებელი პასუხი. კომისიამ გადაწყვიტა, რომ მიენიჭოს შესაბამისმა კომისიამ მიენიჭოს სარეკრეაციო ზონა, მაგრამ ჩვენ და გასაოცრად რამდენიმე დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს გასასხვისებლად. ჩვენ ალბათ არ დაუშვებთ იმას, რომ აქ-აქ მოსახლეობა ეს ყოფილი გეოფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ გაშენებული ნახევარსაუკუნოვანი წიწვოვანი და სხვა ნარგავებია. არ დაუშვებთ იმას ჩვენ, რომ 5515 კვადრატული მეტრა, რომელიც არის ამ წუთში აქ აზომვითი ნახაზის მიხედვით. ძალიან კარგი ნათქვამია, რომ ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე. აი ეს წესი, რაც განსაზღვრავს თბილისში რა შეიძლება და რა არ შეიძლება, ხო? აი იმის არარსებობის თვალნათელი შედეგია. აი როგორ შეიძლება, რომ აი ესე წალკოტად ქცეული ნაკვეთი გადაეცეს შენებლობისათვის და თან ახლა ახალი ხერხით თბილისის საკრებულოს გვერდით ავლით რა ქვიან ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით. ჩვენ არ გვინდა მხრების აჩეჩვის არჩეული თბილისის მერია, თუნდაც საკრებულო. ჩვენ გვინდა ხალხი და ჩვენ გვინდა ისეთი მერია, რომელიც იტყვის, რომ ეს არ შეიძლება, ესეთი უმსგავსობა არ შეიძლება და ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით ყოველთვის ჩვენი თანამოქალაქეების, აი ძალიან სამართლიანი მოთხოვნის გვერდით.